საღამომშვიდობის ეს გადაცემა 360 გრადუსია, მე მისი წამყვანი ემა ტუხიაშვილი. ახალი არჩევნები როგორც კრიზისიდან გამოსავალი. ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბებაზე კონსულტაციები ჯერ ისევ მიმდინარეობს და როგორც მონაწილე მხარეები გვპირდებიან, უახლოეს 2-3 კვირაში უკვე ახალ პოლიტიკურ ფორმატს გაგვაცნობენ. ვიდრე პოლიტიკურ ძალებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგება, ბუნებრივია ვარკვევთ ვის აქვს და ვის არა მზაობა საერთო თამაშის წესებზე პირობა დადოს. როგორც ჩანს, ზღვარი ბოიკოტის მომხრეებსა და არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს შორის ჯერ ისევ მკვეთრია. შესაბამისად, ჭირს იმის გამოცნობა, რამდენად შეძლებენ პოლიტიკური პარტიები საკუთარი პრინციპები ერთიანი პოზიციის სანაცვლოდ დათმონ. ხანგრძლივი შეუთანხმებლობა კი ოპოზიციის გაძლიერებაზე ნამდვილად არ მუშაობს. პოლიტიკური პარტიების მიმართ შემცირებულ ნდობაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც საუბრობს და ფიქრობს, რომ ახალი პოლიტიკური ძალების რეიტინგი უფრო მზარდია, ვიდრე მაგალითად ძველების სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ ქვეყანაში პირველი და ერთადერთი საშუალება კრიზისის დაძლევის არის არჩევნები. ამ პროცესს კი ოპოზიცია მაქსიმალურად მომზადებული უნდა დახვდეს. როგორ ემზადება ოპოზიცია შემდგომი ნაბიჯისთვის, ამაზე ჩვენ მათ შორის ამ თემაზე დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ლევან ცუცქელიძე, თავისუფლების მოედნის ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონ ლევან. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვიდრე ამ თემაზე დავიწყებ საუბარს, რომელიც ჩემ შესავალ ტექსტში გამოვიტანი, აუცილებლად მინდა შევეხო იმ საკითხს და უბრალოდ მოლოდინებს, რომელიც საზოგადოებაში ქართულმა ოცნებამ გააჩინა. დღეს ვნახეთ, რომ შეიძლება ითქვას, ასე ვთქვათ, ფასების შესწავლის საკითხი ახალ ეტაპზე გადავიდა. ვნახეთ, რომ მთავრობის წარმომადგენლები და არა მხოლოდ ისინი შეხვდნენ დღეს მსხვილი სუპერმარკეტების დამფუძნებლებს, მფლობელებს, მენეჯმენტის წარმომადგენლებს. კიდევ ერთხელ ითქვა, რომ საკმაოდ მაღალია პროდუქტებზე ფასნამატი დახლზე და აუცილებლად უნდა გამოინახოს რაღაც საშუალება, რომ ფასმა დაიწიოს. თქვენ როგორც პოლიტიკოსი, როგორ ფიქრობთ, აი სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი? მივა თუ არა რეალურად ფასების დაწევამდე? წარმაგარი ამბავია ეგ, რომ სუსტით აპირებენ ფასების დაწევას. ანუ ეს პროცესი კიდევ უფრო აბსურდამდე მივა. ისედაც აბსურდიდან დაწყებულია. რომ ქართულ ოცნებას თუ უნდოდა, რომ ქვეყანაში დაბალი ფასები ყოფილიყო, ქვეყანა იზოლაციაში კი არ უნდა მოექცია, ევროკავშირის წევრი უნდა გაეხადა. და მაშინ გვექნებოდა დაბალი ფასებიც, კარგი ჯანდაცვაც, ბანკებზე დაბალი პროცენტებიც და ასე შემდეგ. ეს არის ჩვეულებრივი მასკარადი, რაც ოცნება აკეთებს და რა ვიცი, მე ვერ ვიხსენებ. აი ევროპა რადგან ახსენეთ, ხოთი შორის ჩვენ ბევრი წელია, ხო, აუცილებლად, მაგრამ რადგან ახსენეთ, ხო, რომ ფასები რომ შემცირებული იყო, ჩვენ და გამხდარი ვიყავით ევროკავშირის წევრი, მაგრამ ხა მოსახლეობამაც იცის, რომ ჩვენ წლებია, უკვე მგონი 2019 წლიდან შეიძლება კიდევ უფრო არა, კიდევ უფრო დიდი ხანია გვაქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფლების ვაჭრობა და რაც გულისხმობს ძალიან ბევრ პროდუქტზე ნულოვანი ტარიფის დაწესებას, როგორც საქართველოსთან, ასევე ევროპიდან. ამას ფასები არ შეუმცირებია. ხო, რატომ არ ანუ ევროპაში ინტეგრაციას ვსაუბრობ და ინტეგრაციის გაღრმავებას. აი, ნახოთ, რა ვიცი, ევროპული ინტეგრაციის მაგალითები შეგვიძლია ვნახოთ. ქვეყნები, რომლებიც იყვნენ ღარიბები და გახდნენ ევროპის წევრები, გახდნენ მდიდარი ქვეყნები, ხო? ძალიან მარტივი ამბავია. ნულოვან ტარიფებს რაც შეეხება, ჩვენთვისაც კარგია, ხო, როდესაც ჩვენი პროდუქცია გადის. სამწუხაროდ, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის 12 პლუს წელიწადის განმავლობაში საქართველოს კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა რუსულ ბაზარზე და არა პირიქით, ხო? ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი მასკარადი, სუსტით ფასების კონტროლი არ ხდება, უშიშროების ყოფნით იმ ოთახში, სადაც ეკონომიკურ განვითარებაზე არის ლაპარაკი, ხო? ბიზნესი არ ჯანსაღდება. მე ძალიან კარგად მახსოვს, მათ შორის დღევანდელი ქართული ოცნების ხალხის რეაქციები, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა სიღნაღის რეაბილიტაცია ვანო მერაბიშვილს ჩააბარა. აი დაახლოებით 4 მდინარაძე, რომელსაც გადაწყვეტა, რომ მდინარაძემ უნდა დაარეგულიროს ფასები, ან რა ესმის მაგ საქმის, ხო, ან სადუნახავ. პარალელი რატო გაავლეთ? მე მაშინ მახსოვს, რომ როგორ მოხდა სიღნაღის რეაბილიტაცია, ხო, ბიზნესებს დაავალეს
დაარეკეტეს, აიძულეს, რომ სიღნაღის რეაბილიტაცია უნდა განეხორციელებინათ. ამიტომ ესეთი რამეები კეთდება სხვანაირად. ეკონომიკა არ ვითარდება სუსის ხელში. პირიქით, სუსის ხელში ეკონომიკა კვდება. სუსის საქმე არის სრულიად სხვა რამე. მაგრამ იქ ხო სუსი არ იყო, იქ იყო ეკონომიკის მინისტრი, გასაგებია, მაგრამ ალბათ იმათ ყოფნას იქ ჰქონდა თავისი მინისტრი, კი ბატონო, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ანუ სხვებიც იყვნენ გარდა მდინარაძისა. რა თქმა უნდა იყვნენ, მაგრამ ანუ ძალიან ლოგიკური კითხვა არის, რომ აქამდე სად იყო ეს პარტია, ხო? აქამდე აი 12 წელი ქონდათ რაღაც გასაკეთებლად და ეხლა გაახსენდათ, რომ თურმე ქვეყანაში არის ცხოვრება ძნელი ადამიანებისთვის. აი და როგორი კეთილები არიან, რომ მთელი მთავრობა ფეხზე დადგა და ახლა იწყებენ 12 წლის მერე ხალხს ზრუნვას. მე არ მეგულება არც ერთი მოქალაქე საქართველოსი, რომელიცაც გულწრფელად სჯერა, რომ ეს ყველაფერი მართლა ხალხს ზრუნვის გამო კეთდება. ეს არის კამპანიის ნაწილი, ეს არის კამპანიის ნაწილი, იმიტომ რომ ქართული ოცნება აფეთქდა საკუთარივე დადებულ ნაღმზე, კორუფციაზე, ეს არის პარტია, რომელიც შეიქმნა კორუფციისთვის, შეიქმნა კორუმპირებული პოლიტიკოსების მიერ, მათი ერთადერთი ამოცანა არის ხალხის ძარცვა, ჩვენი შექმნილი დოვლათის მოპარვა. და ახლა მიხვდნენ რომ ძალიან გაიჭედა, იმიტომ რომ ერთმანეთს დაჭერა უწევთ, ეს გადანაწილება მიდის გავლენის სფეროების რაღაცებს და თქვენს რომ მოდი რამე მოვიფიქროთ, ეხლა ისეთი რომ რამე პოზიტიური შევთავაზოთ საზოგადოებას და გადაწყვეტეს რომ დაუძახონ სუსს და დაიწყონ ფასების რეგულირებაზე ლაპარაკი. ან თქვენ მაინც ვარაუდობთ რომ ეს ყველაფერი თავისი შედეგით რის ფასად, რა სქემით ჯერ უცნობია, მაგრამ საბოლოო ჯამში მივა ფასების შემცირებამდე. ჩვენ ვიცით, რამდენად სენსიტიური საკითხია ეს საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ კი დახლზე ფასი, მათ მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ, ხომ? რა ამით შეძლებს თუ არა ქართული ოცნება პოლიტიკური ქულები დაიწეროს განსაკუთრებით იმ ადამიანების თვალში, ვინც ახლა მათი მხარდამჭერი სულაც არ არის და უკმაყოფილოა. ისინი ქმნიან პროპაგანდის ახალ საფუძველს, რომ დაიწყონ ლაპარაკი აი ამ სურსათის ფასების დაწევას და როგორმე იმ რატო არის ეს ყველაფერი, რომ კორუმპირებულია მთელი სისტემა. ჩვენ არ გვაქვს ჯანსაღი კონკურენცია, არაფერი, ხო ხალხი პრემიერ-მინისტრი ფულს იპარავს, თავდაცვის მინისტრი როგორც აღმოჩნდა ჯარს პარავს ფულს, ვიღაცა პარავს რაღაცა სკოლის მშენებლობის და ბაღების რემონტის ფულს, ვიღაც იპარავს გზების დაგების ფულს და ხიდების აშენების ფულს, ხო და ეხლა გადაწყვეტეს ეს შემოაბრუნო და ილაპარაკო ფასებს, რომ დაგვავიწყდეს როგორ გაძარცვეს მთელი ეს ანუ ილაპარაკებენ მხოლოდ თუ შედეგსაც დადება, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ისიც იცის, რომ თუ კი ამ თელს ამ პროცესს, აი ამ ხმამაღალ ლაპარაკს არ მოყვება შედეგი, ამან შესაძლებელია დამაზიანებელი ეფექტი იქონიოს ქართული ოცნების რეპუტაციაზე, რომელიც ისედაც არ არის საუკეთესო მდგომარეობაში. მე საკითხი გავიხსენოთ, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ხელი მოკიდა და მოაგვარა. აი, გადავალოთ ერთი წამით თვალი, რა პრობლემა გადაჭრა ქართულ. მე ეგეთ პრობლემას ვერ ვიხსენ. რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყანაში, მაგალითად, აი, რა ვიცი, ვერ ვიხსენებთ და რაც აქამდე ამ პარტიას არ მოუნდომებია, და არ გაუკეთებია ვერც მომავალში. აქამდე არც თავისიანები დაუჭერიათ კორუფციის ბრალდებით, არც საუბარია უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობაზე მყოფ პირებზე. გამარჯობა, არ იცოდნენ, ეხლა გაიგეს? ეს ხო წარმოუდგენელია პარტია, რომ ფასები ჩვენთან გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში და კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოს ბაზარზე არ იყიდება ევროპული წარმოების პროდუქცია გაცილებით უფრო დაბალი ხარისხის და დაბალი ფასის პროდუქცია შემოდის, რომელიც ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში, ასე ვთქვათ, დახლზე გამოტანილი ბევრად უფრო ხარისხიანი პროდუქტი. ეგრეა, და რატო არის ეგრე? იმიტომ არის, რომ ხელისუფლების სათავეში არის ხალხი, რომელსაც არ იცის საქმის კეთება, არ უყვართ ამ საქმის კეთება და არ შეუძლიათ და არც უნდათ რა. ანუ ეს არ არის მათი ამოცანა. ამაზე ზრუნვით, რასაც უნდა აკეთებდეს სახელმწიფო მმართველი და პოლიტიკოსი, რომ ის ფიქრობდეს, როგორ შექმნა საზოგადო სიკეთე. ესენი ეს ხალხი ამით არ იძინებენ და არ მაგრამ თუ ფას არის ასეთი ვერსია, რომ თუ რეალურად გავიხსენოთ, რომ მხოლოდ სურსათით არ შემოიფარგლა სამთავრობო კომისია, ვიცით რომ ისინი დაინტერესდნენ მედიკამენტების ფასებით, ასევე საწვავის ფასებით, მოკლედ ძირითადი პროდუქტებით, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით შედის სამხმარებლო კალათაში, ხო? და ყველაზე მძიმე ტვირთად აწვევა მოსახლეობას. თუ ფასები გაიაფთა, შეიძლება თუ არა იფიქროს
იწვევს ქართულმა ოცნებამ ახალ საპარლამენტო არჩევნებზე? ქართული ოცნებისთვის ეს არის, როგორც თქვი, პროპაგანდის შესაძლებლობა, რომ შექმნან რამდენიმე ნარატივს, ასე ვთქვათ, ისინი ამზადებენ იმისთვის, რომ რაღაცა კონდეთ სალაპარაკო ხალხში. რა, ერთი ეს არის, რომ ვითომ კორუფციას ებრძვიან და სინამდვილეში კორუფცია ყვავის, იმიტომ რომ ამ ხალხმა ყველაფერი იცოდა და უბრალოდ ეხლა შედაბრძოლების გამო გადაწყვიტეს ეს. მეორე ეხლა დაიწყეს ამ ფასებზე ლაპარაკი და მესამე deep state-ს ებრძვიან, ხო? ეს ყველაფერი კეთდება, იმიტომ რომ რეალურ პრობლემას არ დაუფიქრდეს ხალხი და სხვა რამეზე გადავიდეს ყურადღება. რეალური პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლების სათავეში არის კორუმპირებული პარტია. ხალხის მძარცველები არიან ხელისუფლების სათავეში და ამიტომ ეს ყველაფერი არის შო. მე არ გამოვრიცხავ ასევე იმას, რომ დააძალონ ხალხს დროებით რაღაც ფასების შემცირება, ისევ მათ ხარჯზე. ამიტომ მგონი ბიზნეს, მე მგონია რომ სუსის ყოფნა ამ შეხვედრებზე არის პოლიტიკური ზეწოლის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული სიმბოლო, იმიტომ რომ ის სხვანაირად იმათ იქ არ ესაქმებათ. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი როგორ ვიცი. დააძალონ რას ნიშნავს ეს ადამიანები არ გამოვლენ და არ იტყვიან, ნუ თუ ერთი მაინც არ აღმოჩნდება, ძალიან ისეთი თვალში საცემი მონაცემი იყო აქ მოყვანილი, რომ საქართველოში 100,000 კაცზე 113 სუპერმარკეტია, როდესაც გერმანიაში 100,000 კაცზე მოდის 45 სუპერმარკეტია. როგორ შეიძლება ამხელა რიტეილ სექტორიდან ერთი მაინც არ გამოდგეს ისეთი ფლობელებს გულისხმობ, ვინც იტყვის, რომ ხალხო ჩვენ ეს დაგვაძალეს ჩვენივე მოგების ხარჯზე. ერთი პირველი იქნება რომ ვინმეს რამე დააძალეს, ეს პარტია მთლიანად ძალადობაზე დგას, ხო? იქნება ეს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ თუ საკუთარი წევრების მიმართ ძალადობაზე. ამიტომ ძალადობა ეს რაღაც განგსტერული დალაგებების საქმეების. ეგ მათთვის ძალიან ორგანულია და სულ არ იქნება უცხო რომ ვიღაც რაღაცა დააძალონ კი არა, რა ვიცი, კრიმინალები და თურმე სხვა ქვეყნებზე მიქირავებული ხალხი ყავდათ იმაში, რა ქვია, პროკურატურაში და უშიშროებაში დანიშნული და ხა ეგ რა გასაკვირია დააძალონ დაწიონ ფასები რის და მეორე თუ ვინმე რამეს იტყვის, რა თქმა უნდა, აი მაგას ვინ გამორიცხავს, რომ არ აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ არასწორია. მე მგონია და მე მინდა ვთქვა ძალიან ნათლად ეს რა ეკონომიკის საკითხებში, ბიზნესთან ურთიერთობის საკითხებში, თუ რაღაცა კრიმინალია, ეგ სხვა საკითხია რა, მაგრამ სულს და ძალოვანებს და ასტრავებს არ ესაქმნებათ რა. და ზუსტად ეს არის პარტია, რომელსაც არ იცის სხვანაირად საქმის კეთება რა. ამაში ეს თორე რეალური გამოსავალი რა არის, ამაზეც ხონდა ვილაპარაკოთ. ჩვენ შეგვიძლია ვარჩიოთ ახლა ეს ყველაფერი, მაგრამ რეალური გამოსავალი არის პოლიტიკური მიზანშეწონილობა აქვსო თქვენ ეს თქვით ხო? მეგარი კამპანიისთვის და პროპაგანდისთვის იყენებენ რა თქმა უნდა. თქვენი ვერსია, თქვენ ეთანხმებით, იზიარებთ შესაძლებლობას იმისა, რომ აი ქართული ოცნება მართლაც ემზადება ახალი არჩევნებისთვის, იმიტომ რომ აი ბოლო რამდენიმე მაგალითიც რომ განვიხილოთ, ხო, თვალსაჩინოს შორს რომ არ წავიდეთ, მათ უდგათ ლეგიტიმაციის პრობლემა, ვიცით რომ მშვიდობის საბჭოში არ მიიწვია დონალდ ტრამპმა, არ არიან წარმოწეულები უკვე მეორე წელია დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. ვინ წავიდეს დავოსზე, ყაველაშვილი? მართლა მაინტერესებს. აი, მართლა საინტერესოა. აი, ძალიან კაია რო წავიდეს, აი რა უნდა პრემიერებიც დადიოდნენ ხოლმე და ეკონომიკის მინისტრებიც დადიოდნენ. წარმოგიდგენთ, გამოვიდეს ყობახიძე დავოსზე. და deep state-ზე უნდა ილაპარაკოს თუ რაზე უნდა ილაპარაკოს. ამ ხალხს იქ სალაპარაკო სახე. მაგას ვამბობ, რომ შესაძლებელია ლეგიტიმაციისთვის ქართულ ოცნებას ჭირდებოდეს და ეს იყოს არათუ ვუშვებ იმას, რომ მათ შეიძლება არჩევნები დანიშნოს. აბა რისთვის ვიბრძვით ჩვენ? ჩვენ ხო ამისთვის ვიბრძვით, რომ ახალ ორი ძირითადი მოთხოვნა გვაქვს, ხო? პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას და ყველას, ვინც არ ვეთანხმებით იმას, რაც ქვეყანაში ხდება. და ამ ორი მოთხოვნიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის ერთი მოთხოვნა, მეორე მოთხოვნა არის, მაგრამ ემზადებით? ითხოვთ და ემზადებით თუ მხოლოდ ითხოვთ? იცი რა, მე შემიძლია გითხრათ, რომ თავისუფლების მოედანი ძალიან ბევრს ვმუშაობთ, ძალიან ბევრ საინტერესო საქმეს ვაკეთებთ და ყოველთვის ვიქნებით მზად, რომ ვიბრძოლოთ. არათუ ის განიხილავს ამ შესაძლებლობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ოცნებას აუცილებლად მოუწევს ახალი არჩევნების დანიშვნა. სავარაუდო დროს შეგიძლიათ დაასახელოთ, ან მოუწევს რას ნიშნავს? აი რის გამო დღეს ევროკომისარმა გააკეთა განცხადება, რომ უკვე ძალაში შევა სავიზოს შეზღუდვები ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. შემდეგი ეტაპი უკვე იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება. აი რამ შეიძლება აიძულოს ქართული ოცნება, რომ წავიდეს კომპრომისზე? არსებობდა
ესეთი მოლოდინი, რომ მასშტაბური შეწყალებაც გამოცხადდებოდა და ესეც იქნებოდა ერთის მხრივ იმ ერთ-ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია ისმის და მეორეს მხრივ გარკვეული კომპრომისული ნაბიჯი. ანუ ორი საკითხია ხო, ერთი რამ შეიძლება და მეორე შეწყალების ამბავი. პირველს რაც შეეხება, აქ რა შეიძლება ითქვას, იცით? ნაწილობრივ თქვენ თვითონაც ახსენეთ, ეგ საკითხი ლეგიტიმაციის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ლეგიტიმაციის გარეშე ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ჭირდება ხიშტებით შენარჩუნება ძალაუფლება. ეს არის ძალიან ძვირი და სახიფათო მეთოდი. და ამიტომაც ქართულ ოცნებაში სავარაუდოდ ძალიან პრაქტიკულად ფიქრობენ რაღაცეებზე და ხედავენ, რომ ლეგიტიმაციის მანდატის გარეშე არიან ჩიხში. და ჩიხში არიან იმიტომ, რომ აი ესეთ იზოლირებულ ქვეყანასთან პარტნიორობა ბევრს არ უნდა. რაც არ უნდა ატარონ შეიხები, ჩინური კომპანიები და ასე შემდეგ, მათთვის ეს ყველაფერი საინტერესოა. მე ვლაპარაკობ სუფთა ლეგალურ და ასეთ ბიზნესზე და ინვესტიციებზე, ხო? მათთვის ეს არის საინტერესო მხოლოდ მაშინ, თუ საქართველოს მათთვის არის შესაძლებლობა ევროკავშირთან სწრაფი, კარგი, კომფორტული ვაჭრობისთვის, თვითმბრუნვისთვის და ასე შემდეგ. ხა კრიმინალებზე და ფულის რეცხვაზე ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობთ. ამიტომ ქვეყანა, რომელსაც ყავს მთავრობა, რომელიც არის სანქცირებული და რომელიც არის მთლიანად იზოლირებული, არავისთვის ამ მხრივ არ არის საინტერესო, ხო? ამიტომ ჭირდებათ რაღაცნაირად ეს და ხვდებიან, რომ ეს მათთვის პრობლემა არის. უბრალოდ აქედან ვერ გამოდიან ადვილად. იმიტომ რომ თვითონ შეიყვანეს თავისეთ ჩიხში, რომ ყველა სწორი ნაბიჯის გადადგმა მიაჩნიათ შეცდომად და ეს არის მათთვის კატასტროფული ვითარება. აი, მაგალითად შეწყალების საკითხი, ხო, მეორე საკითხი რაც დასვით ეგ არის. მე არ ველოდი რა თქმა უნდა რომ ამს გააკეთებდნენ, იმიტომ რომ ეს ხალხი ლეგიტიმაციას იცით როგორ ეძებს? ლეგიტიმაციას ეძებს, ცდილობს მიიღოს შიშის საფუძველზე. აი მე სულ მახსენდება ხოლმე ხან ყაველაშვილი, ხან სხვები, როგორ ჟურნალისტებთან ან სხვებთან სულ არიან, რომ აი რახანს მეკითხები, ესე იგი მაღიარებ, არ გამოუშვებ. ვინც არ მაღიარებს და არ შემოვა პარლამენტში ციხეში ჩავსვა. ესმით, ანუ ეს არის ჩვეულებრივი განგსტერული, მაფიოზური რაღაცა მსოფლმხედველობა, რომ პატივისცემა აღიარება იმისათვის, რომ მიეღოთ გარკვეულწილად აღიარება, თუნდაც ეს არის ესეთი მსოფლმხედველობა აქვთ რა, რომ ისინი პატივისცემას და აღიარებას ცდილობენ მიიღონ ჩაგვრით და ძალადობით. და არა ისე, როგორც უნდა აკეთებდნენ ცივილიზებული თანამედროვე წესიერი პოლიტიკოსები, როდესაც შენ ლეგიტიმაციას პატივისცემას, აღიარებას და მხარდაჭერას იღებ იმის გამო კი არა, რომ ხალხს აშინებ, ჩაგრავ და ციხეში იყრი და აწამებ და ცემ. არა, იმიტომ რომ რაღაცა კარგს აკეთებ. ქვეყნისთვის, ხალხისთვის და საზოგადოება ამას მხარს უჭერს. ადამიანებს კი არ აბრალებ რაღაც სისულელეებს. პირიქით, ადამიანებს შორის ხიდებს აშენებ და ქართული ოცნება არ არის საზოგადოებაში აშენებს სიძულვილის კედლებს. და ამიტომ ვართ ჩვენ საკეთ, ხო, თავისუფლების მოედანი, რომელიც არ ვლაპარაკობთ ეგრე რა. ჩვენ არ ვაშენებთ სიძულვილის კედლებს, ჩვენ ვაშენებთ ხიდებს. მათ შორის იმ ადამიანებთანაც, რომლებიც შეიძლება დღეს ძალიან არ გვეთანხმებიან. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე მგონია. კონკრეტულად აი თელ საზოგადოებასთან პოლიტიკური პარტია არ არის პოლიტიკური პარტიის ლიდერების საკუთრება. პოლიტიკური პარტია არის საზოგადოების მომხრეებს გულისხმობთ თუ პირდაპირ ქართულ ოცნებას გულისხმობთ, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ხოთაშორის არაერთი პოლიტიკოსისგან მოვისმინე საუბარი, არ ვიცი, შესაძლო დიალოგზე, შერიგებაზე, რაღაცა შეთანხმებაზე. აი მაგალითად გიგი წერეთელი შემიძლია გავიხსენო, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ და თუ მოიტანა საჭიროებამ, უნდა დავსხდეთ დიალოგი მოლაპარაკების მაგიდასთან, დაპირისპირებულ მხარესთან. იგულისხმება პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარე, აბა მაინც ირანის სცენარით ხომ არ უნდა განვითარდეს მოვლენები. საქართველოს არ არის ირანი, საქართველოში არ მოხდება ირანი, საქართველოში ცვლილება მოხდება მშვიდობიანი პოლიტიკური და არაძალადობრივი გზით, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. რამე ისეთი იცით, რაც ჯერ არ გასაჯაროებულა, იმიტომ რომ ანანაირი წინაპირობა არც პროტესტის გაძლიერებისა და არც ახალი არჩევნების დანიშვნის ჯერჯერობით არ არის. ამ დროს აი სალომე ზურაბიშვილიც თავის Facebook ინტერვიუში, როდესაც ხალხის შეკითხვებს პასუხობდა, საუბრობს, რომ ერთადერთი და სწორი გზა ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების არის ახალი არჩევნები. საუბრობს იმაზე, რომ ნდობა პოლიტიკური პარტიების მიმართ უკვე არსებულის მცირდება, მაშინ როდესაც არ ვიცი როგორ გაზომა, მაგრამ ამბობს, რომ მზარდია
საზოგადოების მხრიდან პოზიტიური განწყობები და მოლოდინები ახალი პოლიტიკური ძალების მიმართ. აი, ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას, რომ ძველები კარგავენ შესაბამისად რეიტინგს და მათ მიმართ დაკარგული ნდობა კონვერტირდება ნდობაში ახალი პოლიტიკური ძალების მიმართ. და შემიძლია თქვა ის რომ ახალი არჩევნები არის კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობა, არ არის ახალი ამბავი. დაწყებული, გაყალბებული არჩევნებიდან მაგას ვამბობთ ყველანი, ხო, რომ ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს იმისთვის, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ. ამიტომ ძალიან კარგია, რომ ქალბატონ სალომე ამას იმეორებს, ეს ახალი ამბავი არ არის. რაც შეეხება ნდობას, რა ვიცი, მე მგონია, რომ თავისუფლების მოედანი იზრდება, მის მიმართ ნდობა იზრდება, უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერას გრძნობთ, უფრო და უფრო მეტ საინტერესო საქმეს ვაკეთებთ. რაც შეეხება არ შექმნილ პარტიებს, მათ ნდობაზე ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ისინი ჯერ არ შექმნილ. არ შექმნილზე არ უსაუბრია ქალბატონ სალომეს, მან თქვა, რომ არა, ჯერ უკვე არსებული პარტიები, არსებული პოლიტიკური პარტიების მიმართ შემცირებულ ნდობაზე ისაუბრა. მე ასე ვერ ვიტყოდი ჩვენ მაგალითზე, სხვა პარტიებზე ვერ ვილაპარაკებთ. თავისუფლების მოედნის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვართ, არ მინდა ეხა ეს რაღაცა თავისქება გამოვიდეს, მაგრამ მე ვფიქრობ ძალიან დინამიური და მზარდი პოლიტიკური პარტია. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური ოპოზიცია რაღაცა ერთმანეთთან თანამშრომლობის გზას თუ ფორმატს ეძებს, რათა გააძლიეროს ერთმანეთი და როგორც ამბობენ, ძლიერი კონკურენტუნარიანი ალტერნატივა ჩამოაყალიბონ ამ მომრჩევლისთვის, თუ კი საარჩევნო ბრძოლაში შესვლა მოუწევთ. მაგას ვაკეთებ თავისუფლების მოედანი. ჩვენ ვიზრდებით და ყალიბდებით ცალკეთ სხვებთან ერთად. სადაც გეტყვით, ცალკეს და სხვებთან ერთადაც. იმიტომ რომ ერთი და მეორე ერთმანეთს არ გამორიცხავს. პირიქით, ძლიერების თანამშრომლობა უფრო ძლიერ ჯამს გვაძლევს, ვიდრე სუსტების თანამშრომლობა. მე მგონი ეს აქსიომაა, ხო? ამიტომ ჩვენ ძლიერდებით და ჩვენ თანამშრომლობთ ერთმანეთთან. აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ოპოზიციური პარტიები ბევრ რამეზე უკვე შეთანხმებული ვართ და მთავარ რაღაცეებზე შეთანხმებული ვართ. რა არის ეს მთავარი და ესენი არ არის ის, რაც შეიძლება უბრალოდ გვერდზე გადავწიოთ და ვთქვათ, რომ აი ამაზე რო შეთანხმდით, კაი, ეგ არაფერი არ არის და რატო ვერ შეთანხმდით, რამდენი პროცენტი უნდა იყოს თავდაცვის ბიუჯეტი მუშაკოსთა მიმართებაში, ხო? ამიტომ ჩვენ რაზე ვართ შეთანხმებული? მე შემიძლია რამდენი რაზე ვერ თანხმდებით, ეს უფრო საინტერესოა, იმიტომ რაზე ხართ შეთანხმებული, ამის შესახებ ძალიან ბევრჯერ გვსვენია. შეთანხმებული ხართ იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყანაში, როგორც ვისაუბრეთ, ჩატარდეს ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან, ასე ვთქვათ, პირობებში და უნდა ჩაატაროს შეთანხმებული ხართ იმაზე, რომ ქვეყნის პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდეს. კი ბატონო, ზეპირად შემიძლია მითხრათ. ბრძოლა უნდა იყოს მშვიდობიანი, არაძალადობრივი, პოლიტიკური პარტიების ხედვებში ბევრ რამეს ნახავთ, ცალკე აღებულს თუ ერთად ხელმოწერილს, როგორიც არის პირობა პოლიტიკური პარტიების, რომ მოხდება მაგალითად ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია, რომ მოხდება ძალაუფლების დეკონცენტრაცია, რომ იქნება ახალი სამართლიანი საარჩევნო გარემო. უამრავი საკითხია, რაზეც პოლიტიკურ პარტიებში არსებობს საჯარო და გაცხადებული თანხმობა. კი ბატონო. არის ბევრი რამე, რაც არის განსხვავებული. სამი დამისახელეთ, მეტი არა. განსხვავებული არის მიდგომები რა, ზოგ შემთხვევაში. მაგალითად ჩვენ და ასევე იმ რეფორმების შინაარსში, რომელსაც თვლით, რომ ძალიან მალე უნდა გატარდეს, ხო? რეფორმები არის შემდგომი ეტაპი. თქვენ ერთიანი ბრძოლის სტრატეგიის განსხვავებებზე შეგიძლიათ მითხრათ? მე შემიძლია გესაუბროთ ჩვენი ბრძოლის მე შემიძლია გესაუბროთ ჩვენი ბრძოლის სტრატეგიას. რატომ უჭირს ოპოზიციას ღიად საუბარი ოპოზიციურ ფლანგზე დღეს არსებულ განსხვავებებზე, რაც ქმნის შეუთანხმებულობას? არა, მე შემიძლია ამას ნამდვილად გულწრფელად გიპასუხოთ. მე ვიცნობ უნებრივია თავისუფლების მოედნის ბრძოლის სტრატეგიას, რომელიც არის საჯარო, გამოქვეყნებულია დევს ჩვენ გვერდზე და ასე. ბევრი სხვა პარტიის მსგავსი სტრატეგია მე არ მინახავს. ამიტომ მე მგონია, რომ აუცილებელია შემდეგი რამე გაკეთდეს რა. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეიძლება ვიღაცებს აქვთ ყველაფერი მე არ ვიცნობ და რა თქმა უნდა ესეც ხდება ხოლმე. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საჯაროდ უნდა გამოაქვეყნოს საკუთარი ხედვა იმაზე, თუ როგორ ხედავს ხელისუფლების ცვლილებას. როგორ უნდა მივახციოთ ხელისუფლების ცვლილებას. თანამშრომლობა უნდა შედგეს ასე იმ საკითხებზე, სადაც ჩვენ დავინახავთ, რომ ჩვენი მიდგომები არის მსგავსი და შეგვიძლია თანამშრომლობა. ის, სადაც იქნება განსხვავებები, ის განსხვავებები პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აკეთონ დამოუკიდებლად. ამაში მე ვერ ვხედავ
ვერანაირ ტრაგედიას. პირიქით, ჩვენ არა ვართ ქართული ოცნება, სადაც ერთი კაცი ბრძანებლობს და იქნება რაღაც სიგიჟე თუ იქნება სიბრძნე, ყველა ამას უპირობოთ ემორჩილება. ჩვენ ვიბრძვით მრავალპარტიული დემოკრატიის დასამკვიდრებლად ამ ქვეყანაში და ეს თავის თავში უკვე ნიშნავს, რომ ადამიანებს უნდა კონდეთ შესაძლებლობა საკუთარი განსხვავებული. დიახ და ვფიქრობთ, რომ რაღაცა იცით რა, თანმიმდევრულობა აკლია ოპოზიციას, როდესაც საომავლო გეგმებზე საუბრობს. ოპოზიციას რაღაცნაირად უყვარს ხოლმე გამოტოვოს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არსებული ხელისუფლების დამარცხების და რაღაცნაირად გადაიტანოს ყურადღება მათ შორის მოქალაქეების იმაზე, თუ რას გააკეთებს თავად, როდესაც მოვა ხელისუფლებაში და აი როგორ მოდიხართ ხელისუფლებაში და როდის შეიძლება მოხვიდეთ, ამაზე ოპოზიცია არ საუბრობს. გვაქვს მხოლოდ ესეთი გაცხადებული სურვილი პოლიტიკოსებისა, რომ რაღაცა ერთიანი ფრონტი ჩამოყალიბდეს, მაგრამ ამაზეც ძალიან არის ბევრი გსმენია, გვინახავს კიდეც, იყო ესეთი ქართული ქარტია, სადაც სალომე ზურაბიშვილი ცდილობდა ოპოზიციის ცდილობდა რა ყველა მოაწერა ხელი. ხო, მაგრამ რა გამოვიდა აქედან? იქ წერია, რომ მე რა შეიცვლება, რა უნდა გამოსულიყო მანამდე. და ვინც მოაწერა ხელი, იქიდან არავის შეუცვლია საკუთარი პოლიტიკური გზა და ხედი. მე მგონი რა პირობაც დადეს პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც არანაირად შესრულდება, იმიტომ რომ იქ იყო ლაპარაკი იმაზე, რას გააკეთებენ ეს პოლიტიკური პარტიები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, ბუნებრივია, რომ ის ხელისმომწერი პარტიები ვერაფერს ვერ შეცვლიდნენ, ხო? ხო, იმ ხელისმომწერ პარტიებს. რაც შეეხება თანმიმდევრულობას. ხო, კი ბატონო, აი როგორ აპირებთ. არის თუ არა მნიშვნელოვანი უფრო არა, ის წინა კითხვა დაგვავიწყდა ამას უბრალოდ. არ დამვიწყებია. მე დამავიწყდა და ხომ აგიპასუხოთ. არ, რომელი შეკითხვა დამავიწყდა? აი წინა. რომელი წინა? აი წინა თანმიმდევრულობაზე რო ლაპარაკობ. ხო, ამას გულისხმობთ. ხო და თავი დავანებოთო და სხვა რამეზე რო ლაპარაკობ. არა, იგივე თემას ვაგრძელებ, რომ თუ გინდათ მიპასუხეთ, მე ჩემი შეკითხვა არ დამავიწყდება. არა, მე მგონია რომ მე უნდა გიპასუხოთ და პირიქით გამოდის. მე ჩემი შეკითხვა არ დამავიწყდება, ანუ როგორ აპირებთ ამ ხელისუფლების დამარცხებას? ამაზე ესეთი კონკრეტული და გასაგებია, რომ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში პასუხი არ არსებობს. თანმიმდევრულობით უნდა დავიწყო, იმიტომ რომ მე არ ვთქვათ, რომ კითხვა დავუსვიო და არ მიპასუხავ, ხო? იმიტომ რომ თანმიმდევრულობა არის გზა ამ ხელისუფლების დამარცხებისკენ. მაგალითად, მე შემიძლია თავისუფლების მოედანზე გესაუბროთ ამ შემთხვევაში. თავისუფლების მოედანმა ჯერ კიდევ გასული წლის თებერვალში გამოვაქვეყნეთ ზუსტად ეს. ანუ ჩვენი ხედვა იმაზე, თუ როგორ ხედავთ ხელისუფლების დამარცხებას. ამის შემდეგ, რამდენიმე თვის შემდეგ გამოვაქვეყნეთ ჩვენი კონკრეტული გეგმა იმაზე, თუ როგორ ვაძლიერებთ წინააღმდეგობას. ამ გეგმის გამოქვეყნების შემდეგ, როგორც ამ გეგმის შემადგენელი ნაწილი, ჩვენ გამოვაქვეყნეთ გარდამავალი პერიოდის გეგმა, რომელიც თვლით, რომ ასევე არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ იმისათვის, რომ ეს პარტია დე-ფაქტოდ ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან კიდევ უფრო აქტიური დიალოგი. და ამ აქტიურ დიალოგს ვეწევით მას მერეც და მანამდეც, რაც სანამ ამას ვიტყოდით. ამიტომ მე არ მგონია, რომ თავისუფლების მოედანი ამ შემთხვევაში რაიმეში საერთოდ არის არათანმიმდევრული. ჩვენი თანმიმდევრულობა ამ ლოგიკურ ნაბიჯებში და ყველაფერში ჩანს. შემოგიერთდათ რომელიმე პოლიტიკური ძალა აი ამ წამოწყებაში, სხვილ პოლიტიკურ მოთამაშეებს გულისხმობთ? რა ვიცი, თუნდაც ისინი, ვინც წინა არჩევნების დროს ბარიერი გადალახა, მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაუყალბეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ხელისუფლებაში იქნებოდნენ. შემდეგ ის პოლიტიკური პარტიები, ვისაც უკვე აქვს თუნდაც გამოცდილება საარჩევნო პროცესებში მონაწილეობისა. ისინი, ვინც თქვენთან ერთად აი ამ პოლიტიკურ რუიანში არიან. შორს რომ არ წავიდეთ. ეს არის ჩვენი გეგმა და მე რაც მაქვს საუბრები პოლიტიკურ პარტიებთან, მე ვხედავ, რომ ბევრი მათგანი მის რაღაცა კომპონენტებს მათი მსჯელობაც ემთხვევა და ასე შემდეგ. თქვენ ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ პარტიების თანამშრომლობა საგარეო ასპექტებზე და ასე შემდეგ. ანუ მე რისი ხაზგასმა მინდა რა აქ. ანუ იზიარებენ ერთი, ანუ მზად არიან ისინი, არა, თავისუფლების მოედნის გეგმა არის თავისუფლების მოედნის გეგმა. ჩვენ სხვა პარტიებთან თანამშრომლობთ იქ სადაც გვაქვს გადაკვეთები, საგარეო ამბავი იქნება, რაღაც რეფორმების ხედვა იქნება, საზოგადოებასთან ურთიერთობა იქნება, დიალოგი იქნება, პროტესტში ერთად მონაწილეობა იქნება, საპროტესტო ღონისძიება. ესენი ცოტა არ არის. მე მესმის არჩევნები თუ ჩაინიშნება, თქვენ მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებთ. არჩევნები თუ ჩაინიშნება,
პირველი კითხვა, რაზეც სასაც უნდა ვუპასუხოთ, ეს არის რა პირობებში ინიშნება, როგორი არჩევნები. წარმოვიდგინოთ, რომ ბევრად სამართლიან პირობებში დაინიშნა არჩევნები. თქვენ პრინციპულად გადაჭრით, შეგიძლიათ თქვათ, რომ არჩევნებში თანამშრომლობთ არჩევნებამდე ბევრი მიმართულებით სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, მაგრამ როგორც კი არჩევნებში მონაწილეობის საკითხი გადაწყდება, მოდი ასე ვთქვათ, თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ღირს აი ამ საარჩევნო პროცესში შესვლა, იქ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ყველა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პარტნიორი უნდა ჩამოიშოროთ და მარტო გახვიდეთ არჩევნებზე. არავის ჩამოყოლას აქვს თავისი ადგილი, თავისი სივრცე და თავისი მოედანი. თავისუფლების მოედანს გვაქვს ჩვენი მოედანი. თქვენ ახსენეთ სამართლიანი არჩევნები თუ ჩაინიშნება. თუ კი სამართლიანი არჩევნები ჩაინიშნება, სამართლიანი არჩევნები, თავისუფლების მოედანი იქნება ახალი ძალების ლიდერი ახალ კოალიციაში. ეს რაღაცა ახალია კიდევ. ანუ ჩვენ ველოდებით ახალ არჩევნებზე ვლაპარაკობთ, სამართლიანი არჩევნებზე. ახალი ძალების ლიდერი ახალ კოალიციაში. რო ჩაინიშნება სამართლიანი არჩევნები, დანარჩენზე მე კონკრეტულად შეგვიძლია ვილაპარაკოთ. არის რაიმე, ასე ვთქვათ, მსჯელობა, წინაპირობა იმისა, რომ შესაძლებელია ახალი კოალიცია ჩამოყალიბდეს, ახალი ძალების. ჩვენ უნდა მივახციოთ ახალი არჩევნების დანიშვნას. ხო, თქვენ მკითხეთ ჰიპოთეტური სცენარი დამისახეთ, სამართლიანი არჩევნები და მე გაგეცით შესაბამისი პასუხი. რეალისტურ სცენარები, როდესაც დადგება, ასეთივე პასუხებს გაგცემთ მაშინ. კარგი, მაშინ დაუბრუნდეთ არსებულ რეალობას, რაც შეეხება კონსულტაციებს, რომელიც შესაძლო პოლიტიკური ალტერნატივის შესაქმნელად იქმნება. ანუ რა ვიცი, როგორ უყურებთ ამ პროცესს და რამდენად მზად ხართ სათანამშრომლოდ, არ ვიცი, ერთიანი ფრონტის ფარგლებში თუ რაღაცა შესაძლებელია სულ სხვა რამე ერქვას. მე კონსულტაციებზე ლაპარაკ, იმიტომ რომ კონსულტაციები არ არის ერთი. არსებობს ბევრი კონსულტაციის პლატფორმა და ბევრი საკონსულტაციო პროცესი. არ არის ერთი რომელიმე მთავარი მათ შორის, აი რამაც შეიძლება ოპოზიცია მიიყვანოს გარკვეულ ერთიანობამდე, გამსხვილებამდე, აი სალომე ზურაბიშვილი, აი ქეთ ზურა ჯაფარიძე ამბობს და მიდასტურებენ სხვა პარტიებიც, რომ ნამდვილად აქვთ ერთმანეთში კონსულტაციები და თუ მოხდა შეთანხმება, შესაძლებელია ოპოზიცია მოქმედების ერთიან გეგმაზე შეთანხმდეს. აქეთ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახლა სწორედ ის პროცესია, როდესაც ახალი პარტიები კიდევ უფრო გაძლიერდნენ არსებულებს რაღაცა გარდაქმნა მოუწევთ იმისათვის, რომ ეს გატეხილი თუ გაფლანგული ნდობა მოსახლეობისა დაიბრუნონ. მესმის, რომ ძალიან მრავალმხრივი პროცესია, მაგრამ არ არის რომელიმე ესეთი მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც ოპოზიციური ძალები საუბრობენ შესაძლო ოპოზიციურ ერთობაზე. ეს ახალი ამბავი არ არის. პოლიტიკური პარტიები მუდმივად საუბრობთ ერთმანეთთან. არ ყოფილა მომენტი, როდესაც ჩვენ გვეთქვას, რომ აი ერთმანეთთან აღარ ვლაპარაკობთ, მორჩა ყველანაირი ურთიერთობა და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს, რა ვიცი, სულ მიმდინარეობს. ანუ კონკრეტულად კიდევ უფრო, ანუ თქვენს ასე ვთქვათ, ოპოზიციურ რვიანს არ გულისხმობ, ხოლმე ხა არ ჩამოვთვლის სხვა პარტიებს. ოპოზიციური რვიანის გარდა გულისხმობ მოლაპარაკებებს ლელოსთან და ნაციონალურ მოძრაობასთან იმისათვის, რომ აი ეს ძალები პოლიტიკური კიდევ უფრო გაძლიერდნენ და კიდევ უფრო მეტად კოორდინირებული, შეთანხმებული სტრატეგია ჰქონდეთ მოქმედების. ზუსტად მაგას ვაკეთებთ, ვაძლიერებთ ჩვენ პოლიტიკურ პარტიას. სხვა პოლიტიკური პარტიების გაძლიერებაზე იფიქრონ ამ პოლიტიკური პარტიის წევრებმა და მათმა ლიდერებმა. ძალიან კარგი ამ საკითხს თქვენს რომ მასე აყენებთ, იმიტომ რომ დიახაც მართლაც უნდა გაძლიერდნენ პოლიტიკური პარტიები, რომ მე უკეთესად ითანამშრომლო და უკეთესად აკეთონ ის საქმე, რასაც მათ საზოგადოება ავალებს. ხო და როგორ უნდა გაძლიერდნენ? თქვენ როგორ ხედავთ, რა გზას ხედავთ ამ გაძლიერების, ანუ არის გაძლიერება თუ არა, იგივე გაერთიანება, ახლა თავის დროზე ლელოს და გახარიას ალიანსი რომ იქმნებოდა, ნუ საბოლოო ჯამში ვერ შედგა, მაგრამ ამასაც ხომ თავის მხრივ მიზანი პოლიტიკური ძალის გაძლიერება ჰქონდა. კოალიციებიც რომ ჩამოყალიბდა თავის საარჩევნო კოალიციაში ვიყავი და ვთვლიდი რომ ეს კი არ გაგვაძლიერებდა, არამედ საერთოდ დაგვანგრევდა. და ძალიან მიხარია რომ მაშინაც ამის წინააღმდეგი ვიყავი და ეხლაც ვთვლი მით უმეტეს რომ ძალიან სწორი იყო მაშინ ჩემი და თავისუფლების მოედნის პოზიცია.
ამიტომ პოლიტიკური პარტიების გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი გზა არის ის, რომ ისინი იყვნენ რეალურად დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები. კონდეთ არამხოლოდ წინა საარჩევნო პერიოდში, რომ გამოჩნდებიან ხოლმე ზოგჯერ და ერთი თვით ადრე ჩადიან და კანდიდატებს ასახელებენ ორი კვირით ადრე არჩევნებამდე თუ სამი კვირით ადრე, არამედ მუდმივი დიალოგი საზოგადოებასთან. კონდეთ საკუთარი ხედვები, იყვნენ მუდმივად საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, კომფორტულ კაბინეტებში კი არ იმალებოდნენ, ხანდახან არასაჯარო შეხვედრებსაც მართავდნენ და კარგად ესმოდეთ ადამიანების გულისთქმა და ის გასაჭირი, რაც აქვს ხალხს და საზოგადოებას. სხვანაირი გაძლიერება მე ვერ წარმომიდგენია და ასე ვაშენებ ზუსტად თავისუფლების მოედანს. მუშაობთ ყველგან, სადაც არის სამუშაო და დამერწმუნებით ახალი პოლიტიკური პარტიისთვის ეს ადვილი საკეთებელი არ არის. ჩვენ მუშაობთ წინააღმდეგობაში, იქნება ეს დემონსტრაციები, აქციები, პროტესტი თუ რაიმე სხვა. ჩვენ მუშაობთ ჩვენი პოლიტიკური პარტიის გასაძლიერებლად, იმიტომ რომ დიახ, საზოგადოებას უნდა ახალი სახეები პოლიტიკაში და ახალი პარტიები. ჩვენ თანამშრომლობთ სხვებთანაც და ჩვენ ასევე მუშაობთ საერთაშორისო ასპარეზზე და უკეთესად შეგვიძლია კი გავაკეთებთ აუცილებლად. მადლობა, ლევან ცუცქირიძე, თავისუფლების მოედნის ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ევროკომისიის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი უკვე დაიწყო. იქნება თუ არა შემდეგი ნაბიჯი საქართველოს მოქალაქეებისთვის იგივე შეზღუდვების დაწესება, რას ფიქრობენ ამ საკითხზე პოლიტიკოსები. ხატია დეკანოიძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გვერდება. მოგესალმებით, ხატია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თუ კი ძალაში შევა, მოკლედ ოფიციალური პირებისთვის საქართველოში და დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის, ასე ვთქვათ, აკრძალვა. ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ის იყოს იმგვარი წნეხი, რის შემდეგაც უკვე ქართული ოცნება დაიწყებს რაღაცა დამთმობი ნაბიჯების გადადგმას. არა, ვფიქრობ, რომ ეს საკმარისია. თქვენ იცით ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. უვიზო შეზღუდვას, რომელსაც მე პირადად ვემხრობი ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლებისთვის, ეს არის არამხოლოდ დიპლომატიური პასპორტებისთვის, არამედ მათი უშუალოდ ეროვნული პასპორტებისთვისაც. ანუ რეჟიმის ვერცერთ წარმომადგენელს, ვინც ქართული ხალხის წინააღმდეგ ძალადობაში იყო გარეული. როგორც ჩანს, გვაქვს გესმით ჩემი ხმა? კი, ახლა გვესმის ქალბატონო ხატია, მცირე ხნით შეწყვეტილი. კი, ვინც ქართული ხალხის ძალადობაში, წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილეობდა, ვინც ასე ვთქვათ, დააკანონა ის რეპრესიული კანონები, ეს იქნება უმაღლესი ეშელონების ჩინოვნიკების წარმომადგენლობა, ეს იქნება ვთქვათ, კონკრეტული იურისტები, თუნდაც აი, რასაც სასამართლოში შედან ადამიანები, კონკრეტული იურისტები, შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან, ვინც შავზე ამტკიცებს, რომ არის თეთრი. ეს იქნება მოსამართლეები თუ ასე შემდეგ. ყველა მთელი რეპრესიული სისტემის წარმომადგენლები უნდა იყვნენ ეროვნული პასპორტების საიდენტიფიკაციო ნომრების მიხედვით შეზღუდული, რომ გადაადგილდნენ შენგენის ქვეყნებში. ან შევიდნენ შენგენის ზონაში, არ გადაადგილდნენ. ეს არის ჩემი პირადად მოსაზრება. რაც შეეხება უვიზოს ჩინოვნიკებისთვის, ხო? ანუ მე ამას ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და ალბათ მივალთ აქამდე. თუმცა ამავე განცხადებაში პრეს-სპიკერი ამბობს, რომ თუ უკუსვა გაგრძელდება, მთლიან მოსახლეობაზე შეიძლება გავრცელდეს ეს რეგულაცია. ამ შემთხვევაშიც არ ელოდებით, რომ აი რაღაცა დათმობაზე წავა ქართული ოცნება, იმიტომ რომ შესაძლებელია ამან ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვიოს. არა, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ რას ვემხრობი მე თვითონ, ანუ როგორი უნდა იყოს უვიზო სავიზო, ასე ვთქვათ, სპეციფიკების შეზღუდვა რეჟიმის წარმომადგენლობისთვის, არამხოლოდ დიპლომატიური პასპორტებისთვის, არამედ, ასე ვთქვათ, ეს ეროვნული ნომრებით, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ვთქვათ, აი ნებისმიერი მოსამართლე, ან ნებისმიერი იურისტი, რომელიც სასამართლოში რეპრესიული კანონმდებლობის მიხედვით ტროტუარულ დგომას უგრძალავს ადამიანებს და ეხა 23-ში არის გადაწყვეტილებების გამოცხადება ამ პირველ, ასე ვთქვათ, საქმეებზე, ესეთი ანუ რომლებაც
გაუშვეს პატიმრობაში, ან შეიძლება გაუშვან ესეთი ადამიანები ვერც ეროვნული პასპორტით ვერ უნდა გადაადგილდებოდნენ და შედიოდნენ ევროკავშირის ზონაში. ისევე როგორც რეჟიმის მაღალჩინოსნებზე ახლა აღარც მაქვს საუბარი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, თქვენ იცით, რომ სანქციების კონტექსტში რაც შეეხება ეროვნულ სანქციებს რეჟიმზე, მთლიანად და ივანიშვილზე ფინანსურ სანქციებს, ეს არავისთვის არ არის დასამალი, რომ ამას ბლოკავს უნგრეთი, როგორც ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ხო გამორჩეული, ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი, ალბათ ერთადერთი, იმიტომ რომ ეხლა რომ გითხრათ, რომ განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს, აღარც ეს აღარ აქვს, ვიდრე არავისთან არ აქვს ივანიშვილის ძალადობის რეჟიმის ესეთი კონკრეტულად კარგი ურთიერთობები, ჩვენ ვართ სრულ იზოლაციაში. მაგრამ უნგრეთი ბლოკავდა აქამდე, ანუ სანქციებს, ეროვნული სანქციების დაწესებას ივანიშვილზე, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ესეც გადაილახება. ნახოთ, ასევე აპრილში არის არჩევნები უნგრეთში, ყოველ შემთხვევაში 20 ერთეულით უსწრებს უნგრეთის ოპოზიცია ორბანს, ამიტომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, და ეს მუშაობა იქნება ნამდვილად, ასე ვთქვათ, არც ერთი წუთი არ შენელდება იმისთვის, რომ რეჟიმის ყველა წარმომადგენელმა იგრძნოს რას ნიშნავს სუსხი. ის სუსხი, რომელიც მათ ჭუნდათ ქვეყნისთვის, და გაწირონ ქვეყანა ამ იზოლაციისთვის და ამ დროს თვითონ გადასარევად, ასე ვთქვათ, სარგებლობენ ძალიან ბევრი კეთილდღეობით. ხო, ეს რაც შეეხება საერთაშორისო წნეხს ქართულ ოცნებაზე, აი რაც კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით საკითხს, რასაც ქვია შიდა პროცესების, არ ვიცი, გაძლიერება, მუხტის აწევა. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა ამ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და აქვე ისაუბრა, რომ არსებული პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა იკარგება მოსახლეობაში და უფრო მზარდი არის ეს ნდობა ახალი პოლიტიკური ძალების მიმართვა. ეს საინტერესოა, თქვენი თანხმობით თუ არა ამ მოსაზრებას? რაც შეეხება არჩევნებს, ახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა. ჩვენ ახალი არჩევნები რისთვის გვჭირდება? იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მივახციოთ ჩვენს ეროვნულ ისტორიულ მისიას, მშვიდობას, კეთილდღეობას და ნამდვილად, ასე ვთქვათ, სიმდიდრეს, როგორც არის ევროპის კავშირში, საქართველოს გახდეს არაიზოლირებული ქვეყანა, როგორც ახლა არის, მაგალითად, აბსოლუტურად იზოლაციაში, რომ ბიძინა ივანიშვილი ახლა რუსებსაც ეწუწუნება, რომ ასე ვთქვათ, იანუკოვიჩი და მადურომდე ყველა მიატოვეთ და რატომ ხართ ესეთი სუსტები, იმიტომ რომ ხდება რა, რომ ომის ტრაექტორიაზე, რომელზეც ჩვენ ეს რეჟიმი მიგვაქანებს, ეს არის ძალიან მძიმე მისთვის პირადად, მაგრამ ჩვენ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე, როგორც ვიყავით ამ მთელი მრავალი წლის განმავლობაში და ზუსტად ჩვენ დავჭით მეგობრების გარეშე და ეს მეგობრების გარეშე დარჩენა საქართველოს პატარა ქვეყნის განსაკუთრებით ეს არის ძალიან მძიმე. არავითარი ბალანსის პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილს არ აქვს. ერთადერთი პოლიტიკა მას აქვს ეს აშხაბადის დოქტრინა და ომის ტრაექტორიისკენ სვლა. სამწუხაროდ ესეა. რაც შეეხება ახალ არჩევნებს, სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ, ამიტომ არსებობს პროტესტი, ამიტომ ერთი წელია არ ცხრება ადამიანების გულისწყრომა, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში, თავისუფალი ითამაშის წესებით, რომელიც მეტნაკლებით მისაღები იქნება ქართველი ხალხისთვის, მე არ მაქვს საუბარი თქვათ რაღაც პოლიტიკურ ძალებზე მხოლოდ და განთავისუფლდნენ პოლიტიკური ტყვეები, ადამიანები, რომლებიც სრულიად არაფრის გამოს ხედან პოლიტიკური მართლმსაჯულების გამოს ხედან ციხეში. ამიტომ ახალი არჩევნები ეს არ არის, რა ვიცი, ახალი, მე მიგვირს რატომ მოყვა ამას ამხელა აჟიოტაჟი, რაღაც ბევრგან შეხვდა სოციალურ ქსელში და პირიქით ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ახალი წესებით, რა თქმა უნდა. ვითხოვთ არჩევნებს, რომელიც შეიძლება განმუხტოს პოლიტიკური კრიზისი და არ დაგვაუწყოს, რომ 24-ში ჩვენ პოლიტიკურმა ძალებმა მოვიგოთ ეს არჩევნები, უბრალოდ თქვენ იცით რამხელა, ასე ვთქვათ, მძიმე манипуляციები ჩატარდა და ეს манипуляციები არ არის ახალი, ხო, ვთქვათ, აი ამ მთელ საარჩევნო სისტემაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მოთხოვნები არ უნდა დაგვაუწყდეს. ჩვენ რატომ გვინდა მშვიდობა და კეთილდღეობა? იმისთვის, რომ
ქართველი ხალხის იყოს კარგად. ქართველი ხალხი რომ იყოს კარგად და დაცული, ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპის კავშირის უსაფრთხოების და ეკონომიკური სისტემის ნაწილი. იმიტომ რომ რუსეთთან, ესე ვთქვათ, ყოფნა ეს როგორც ჩანს აეჭვებს ყველას მათ მოკავშირეებსაც, რომელიც სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა გადააქცია ახლა ენერგოდამოკიდებულების ნახევარი ენერგორესურსებით, ენერგოდამოკიდებულებად ვართ, ასე ვთქვათ, უსწრებთ ძალიან ბევრ ქვეყანას და მათ შორის აზერბაიჯანული სოკარი გაზი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რუსული გაზპრომის გაზი საქართველოში, რაც ესე არ იყო, ხო? ანუ ბევრი ფაქტორია, ამიტომ თავისუფალი არჩევნები, თავისუფალ გარემოში, არა ისე რომ პოლიტიკური ლიდერები ციხეში იყვნენ და რაღაც თოფიანი ადამიანი გედგეს, ასე ვთქვათ, როდის დაგახლის ტყვიას, არამედ ეს არის ჩვენი მოთხოვნა და განთავისუფლების განთავისუფლებასთან ერთად, დიახ. ქალბატონ ხატია, მე არ ვიცი ამან გამოიწვია ამან საუბრის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის განცხადების ამ ნაწილმა გამოიწვია აჟიოტაჟი თუ უფრო იმან მიიქცია ყურადღება, როდესაც ის საუბრობს იმაზე, რომ არსებული პარტიების მიმართ ნდობა არის დაკარგული და აუცილებელია, რომ რაღაცნაირად მოხდეს მათი გარდაქმნა, სიტყვას ამ ტერმინს იხსენებს. კი ბატონო, ან გამსხვილება, ანუ თქვენ როგორც ერთ-ერთი ყველაზე, რა ვიცი, დიდი ოპოზიციური პარტიის ყველაზე გამოცდილის, ამიტომ გეკითხებით, ხომ? ხო, დამავიწყდა ამაზე კომენტარებს გაკეთებ. როგორ გაიგეთ, იმიტომ რომ ბევრმა შეიძლება გაიგოს, რომ მათ შორის თქვენც იგულისხმებოდით ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა. ხო, იცით რა, იმდენად ძიმე ვითარება ქვეყანაში, ჩვენი პარტია და ისე ძირითადი პარტიული ორგანიზაციები საქართველოში, ვინც ამ წლების განმავლობაში დემოკრატიულ ოპოზიციას წარმოადგენდა, ჩვენ ასე ვთქვათ, გვძალავს ხელისუფლება, ხო? ანუ პარტიის ლიდერები არიან ციხეში, ჩემი მეგობრები არიან ციხეში, ძალიან ბევრი. საკონსტიტუციაში დაიწყება განხილვა, მალე და ეს რეპრესიული ერთ-ერთი ძალიან სერიოზული კანონმდებლობა, რაც მიღებულია და ამიტომ ძალიან მალე შესაძლებელია ესეთი პარტიები საერთოდ, ანუ მე ჩემი ასე ვთქვათ, როგორ საქმიანობა, როგორც პოლიტიკოსის პარტიაში, ცალკე თუ დაუშვათ ჩემ პარტიაში შეიძლება გახდეს, ასე ვთქვათ, აკრძალული კანონით და ამისთვის მე შეიძლება, რავი, სპეციალური საქცია დამიწესონ. ისე როგორც თქვენ შეიძლება რომ მე მომიწვიოთ გადაცემაში და ვისაუბროთ, ვთქვათ, რაღაც პოლიტიკურ ორგანიზაციაზე. ამიტომ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და საქართველოში არ არის ის პოლიტიკური ვითარება, როდესაც კონკრეტულად ჩვენ შეიძლება გქონდეს სურათი ვის რა რეიტინგი აქვს, იმიტომ რომ კაციშვილმა არ იცის, არ ყოფილა არჩევნები, რა არჩევნებიც იყო, ის არჩევნები გაყავდა, რა ციფრებიც ჰქონდა ჩვენ ერთიანად ოპოზიცია ძალიან მნიშვნელოვანი შედეგზე გადიოდა. ახალი პოლიტიკური ორგანიზაციები და მე დასავლურ პოლიტიკურ ორგანიზაციას ბევრს გულშემატკივრობ, მაგრამ არ ვიცით რა, როგორ გაიზომა, სად გაიზომა, გულწრფელად მე ვერ გეტყვით, ანუ არის თუ არა მზარდი. თუმცა რა თქმა უნდა, ნებისმიერი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დემოკრატიულ საწყისებზეა, რომელიც პროტესტული ორიენტაციისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობისთვის, კეთილდღეობისთვის, ადამიანების სიმდიდრისთვის და ბედნიერებისთვის, იმის რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, ხო? ანუ მნიშვნელოვანია. ამიტომ ნახოთ თავისუფალი არჩევნები, სწორედ ამიტომაც გვინდა, რომ ქართულმა ხალხმა აირჩიოს ის, ვინც სჭირდება, რომ იყოს მისი წარმომადგენლობით ორგანოში. რაც შეეხება რეფორმას, იცით რა, მერწმუნეთ ქალბატონებმა, ბევრი შემიძლია ვისაუბრო, რა ვიცი, პოლიტიკურ სტრუქტურაში რეფორმაზე, ოპოზიციის შეცდომებზეც, იმაზეც თუ რა უნდა გაკეთებულიყო, რა არ გაკეთდა და ასე შემდეგ, ან რას გავაკეთებდით, რომ იყოს თავისუფალი, თქვათ, გარემო და მართლა, რა ვიცი, ციხეში არ იყვნენ ჩემი მეგობრები, მაგრამ ერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ეხლა თუ რამეზე შესაძლებელია, თქვათ, შევჯერდეთ, ეს უნდა შევჯერდეთ ერთიან თამაშის წესებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ოპოზიცია ძალიან ბევრი ოპოზიციონერი ამბობს, რომ ამაზე რეალურად შეთანხმება არსებობს და ძალიან ბევრი, რა ვიცი, დიალოგის ფორმატია, ძალიან ბევრი კონსულტაცია იმართება. რაღაცა მგონია, რომ ან სხვადასხვა რამეზე საუბრობთ ოპოზიციის წევრები, ან უბრალოდ მართლაც არ არსებობს რაღაცა ერთმანეთში ჯეროვანი კოორდინაცია.
მე რაზე ვსაუბრობ? მე ვსაუბრობ, არ ვიცი, მე კონსულტაციები და თან ეს საუბარი სულ გვაქვს ჩვენ ერთმანეთში, რა ვიცი, ხა დღესაც ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი ვნახე, მაგრამ მე რაზე ვსაუბრობ? ის, ვინც კვლავ შეთანხმების ის, ვინც ვისაც გამოაქვს რაღაცა ერთიანობის კვლავ რაღაცა გადაღებული ერთიანობის საკითხი კონკრეტული შედეგების გარეშე, ჩემი აზრით, ძალიან ღრმად ხდება, იმიტომ რომ ერთიანობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოგვივიდა ფასტარტი, ხო? ანუ რაღაცა დაიწყებთ, ვლაპარაკობთ ამ ერთიანობაზე, ვლაპარაკობთ და მერე არაფერი არ ხდება. მე გეტყვით, მე როგორ წარმომიდგენია ეს ერთიანობა და მე ამაზე ძალიან ბევრ ადამიანს ველაპარაკები. ანუ მე რაღაც მაინც ერთი რაღაცა საერთო მაგიდის გარშემო ერთმანეთთან რაღაცა ხელგადასავლური ოპოზიციური პარტიები არ წარმომიდგენია. მე წარმომიდგენია პროპაგანდასთან და საინფორმაციო, ასე ვთქვათ, ამ ომში პროპაგანდისტულ მეტანარატივებთან დაპირისპირების ძალიან მკაცრი დისციპლინა, რომელიც უნდა კონდეს ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, ყველა, ასე ვთქვათ, პროტესტში თუ აი ამ ბრძოლაში ჩართულ ადამიანს, იმისთვის, რომ ჩვენ არ წარმოვჩინდეთ საქართველოს ხალხის წინაშე დაქსაქსულ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა დაფანტულ მხარეებად. როდესაც ეს პარტიულზე არა, როდესაც ეს პოლიტიკური არა, მხოლოდ ზოგადად სოციალური თუ პოლიტიკური თუ ასე ვთქვათ, საინფორმაციო გზავნილები იქნება გასწორებული და ძალიან დისციპლინირებული, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ნახევარი გაკეთებული საქმე ერთიანობისკენ. სხვა, ანუ მე ამ ეტაპზე რაღაცა სხვა პირველი ეტაპი, ვთქვათ, რაღაცა ერთიანობის, მე უბრალოდ სიმართლე რომ გითხრათ, ვერ წარმომიდგენია. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, უნდა შეწყდეს ოპოზიციაში ურთიერთ თავდასხმები, ერთმანეთში მტრებისა და მოღალატეების, ასე ვთქვათ, ძებნა და უნდა იყოს ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკა შეჯერებული ქართული ოცნების პროპაგანდის წინააღმდეგ? სწორად გავიგე? მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით კი, მოკლე შინაარსი ესეა. ანუ მე ამაზე ძალიან ბევრ ადამიანს ველაპარაკები. ქართული ოცნების პროპაგანდა იყენებს წარმოუდგენლად დიდ რესურსებს იმაში, რომ ჩვენი დეჰუმანიზაცია მოახდინოს, რომ ჩვენი მარგინალიზაცია მოახდინოს, მედიის, პოლიტიკური ორგანიზაციების, ჩვენი პირადად ადამიანების, თქვენი, არ ყველასი პროტესტის, პოლიტიკური პატიმრების ესეთი დეჰუმანიზაცია და მარგინალიზაცია, არ ვიცი ხა, ძალიან ესეთია. მე თუ მკითხავთ, აი მე რომ ვიყო ოპოზიციის წარმომადგენელი, ახლა გეტყოდით, რომ ძალიან ისეთი ერთი შეხედვით მარტივი პირობაა, რომლის შესრულებაც სირთულეებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. ხო, იცით რა, მარტივი არაფერი არ არის, როდესაც ბევრი აქტორია ჩართული. და როდესაც ძალიან მძიმე ვთქვათ ფინანსურ თუ რეპრესიულ თუ პოლიტიკურ წნეხში იმყოფება პოლიტიკური ორგანიზაციები. ეს ხო არ არის, ასე ვთქვათ, რაღაც, რომ აი ჩვენ ერთობაზე ვლაპარაკობთ, მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ რაღაცა კონკრეტულად შედეგის გარეშე ნებისმიერ ერთობაზე ლაპარაკის. ანუ არ ვსაუბრობ ხოლმე, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი რაღაცა, ვთქვათ, შეიძლება იყოს რაღაცა ადამიანებისთვის ფრუსტრაციის გამომხატველი, იმიტომ რომ თუ იქნება შედეგი, მაშინ შესაძლებელია ვილაპარაკოთ. მე ესე წარმომიდგენია პირველი ნაბიჯი ერთობისკენ, რომ საერთო საინფორმაციო გზავნილი იყოს, რას ველაპარაკებით საქართველოს მოქალაქეებს, მეტწილად არის ეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ვფიქრობ, რომ უფრო დისციპლინირებული გზავნილი არის აუცილებელი. ანუ, როდესაც ვინ ასე ვთქვათ არ იცავს, ვინ არ ჯდება აი ამ საერთო საინფორმაციო დისციპლინაში, შეგიძლიათ პირდაპირ დაასახელოთ და ვინ უშლის აი ამ ერთობისკენ გადასადგმელ, მოდი ასე ვთქვათ, პირველ ნაბიჯს? არა, ეს მე არ ვსაუბრობ ვინ უშლის და ვინ არ უშლის. მე ვსაუბრობ მე როგორ წარმომიდგენია კონკრეტულად, ხო? კარგი, მაშინ როგორ პასუხებენ, ანუ რა გამოხმაურება? ძალიან კარგი, ყველას ძალიან ესე ესმის კონკრეტულად რაზე ვლაპარაკობთ. პრაქტიკულად თითქმის ყველა ერთი და იგივეს ვლაპარაკობთ, უბრალოდ შეიძლება რაღაცა ტექნიკური შესრულების დეტალები იყოს სხვა, ხო? ანუ შეიძლება ეს იყოს შეთანხმება, შეიძლება ხელმოწერილი, შეიძლება არახელმოწერილი, მაგრამ ჩვენ უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ ერთობაზე ლაპარაკს, სანამ კონკრეტული შედეგი არ დადგება. პირველი ეტაპი ადამიანების წარმოსახვაში
ძლავრი ალტერნატივის შექმნას წინააღმდეგობის, ასე ვთქვათ, მოძრაობის სახით მე წარმოვიდგენ საინფორმაციო ომში დაპირისპირებად. ანუ პირველი ეტაპი და საფეხური უნდა იყოს ეს. კაცრი დისციპლინა, ვინ რას ველაპარაკებით ქართულ ხალხს, როგორ უწყვეტავთ მაგალითად იმ პრობლემას, რომ ჩვენ ნამდვილად ვართ ხალხი, ვისაც უნდა მშვიდობა და ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც უნდა თავადობა და ქაოსი ამ ქვეყანაში, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომ საქართველოს დარჩა მეგობრების გარეშე, ანუ უმძიმეს მდგომარეობაში ვართ ხალხტონემა. თუ ჩვენ გადავხედავთ გეოპოლიტიკური ხარისხავს, რომელიც არის ჩვენს გარშემო და შევხედავთ, ანუ რა შეიძლება რა წალღები შეიძლება მოვიდეს ეს გეოპოლიტიკური და აღმოჩნდებით, რომ საქართველოს პატარა ქვეყანა არის სრულად დაუცველი ჩვენი პარტნიორების გარეშე, ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე, რომელსაც ლანძღავს, აი გუშინ გამოვიდა შათირიშვილის პირით ბიძინა ივანიშვილმა შემოგვითვალა ყველას, უბრალოდ რუსეთს დასავლეთს, რომ რუსეთი სუსტია ვერ იცავს საკუთარ მოკავშირეებს და ტრამპი დიპ სტეიტია და ეს ის ევროპის კავშირი სუსტია და ასე შემდეგ. ანუ სრული იზოლაცია დაიხატა, ხო? ამიტომ ჩვენი მდგომარეობა საქართველოს ახლა არის კატასტროფული. ანუ როდესაც აი სულ ამბობ ხოლმე თქვენს კოლეგებთან, რომ ჩერჩილმა თქვა, რომ მოკავშირეებთან კამათი და ჩხუბი გასაგებია და შესაძლებელია, მაგრამ ყველაზე უფრო რთული არის მოკავშირეების გარეშე ბრძოლა. ანუ მარტო ბრძოლა, ვერ დაიცავ თავს. მეგობრების გარეშე ჩვენი სუვერენიტეტი ვერ გადარჩება უბრალოდ. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ვერ გადარჩება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის სალაპარაკო. სალაპარაკოა ის, რომ როგორ შევინარჩუნებთ ჩვენ მშვიდობას, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მიგვაქანებს რუსეთისკენ, აშხაბადისკენ და ომის ტრაექტორიისკენ. სასაუბროა ბევრი. ამაზე ვიდის მსჯელობა კონკრეტულად ხა მე კიდევ ვიმეორებ ნებისმიერი შედეგის გარეშე ნებისმიერ ერთიანობაზე ლაპარაკი მეძებნეტება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ საერთოდ ძალისხმების გარეშე საინფორმაციო ომს ვერ მოვიგებთ, ანუ ვერ დავამარცხებთ ამ საზიზღარ პროპაგანდას. არ ვიცი ხა მაგალითად ჩავესი გამოდიოდა ხოლმე და ეჭირა პამიდორი და ამბობდა რომ აი ეხა ეს არის კიტრი და მე ამბობდა რომ ეხა ეს ოპოზიციას ეყოფა მთელი დღეები რომ ამაზე ილაპარაკოს, ხო? ანუ ესეთი საშინელი საინფორმაციო კამპანია აქვს, ანუ პროპაგანდისტული, წარმოუდგენელი. ეხაც გამოდის პრემიერ-მინისტრი, ვითომ პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის, ასე ვთქვათ, დანიშნული და წარმოუდგენელ ეკონომიკაში სრულიად გაუფიცნობიერებელი, წარმოუდგენელ საოცრებებს ლაპარაკობს, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ალიევი არის რაზე საუბრობთ? ფასებზე საუბრობ, როდესაც მილიონერ იმას აბარებენ ამ ფასების კომისიას, რაღაცა წარმოუდგენელ სიდიჯეებს. ხო, მაგრამ რეალურად ხალხისთვის ხომ ეს ძალიან დიდი შვება იქნება, ანუ ეს ხომ არის ხალხის დაკვეთა, რომ მათი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს და მართლაც აი ამას არ ჭირდება რაღაცა ესეთი სპეციფიკური ცოდნა, ანალიზი და ჩაღრმავება, რომ საქართველოში ფასები მაღალია და მზარდია წლიდან წლამდე. ხელფასებისგან განსხვავებით. ალბათანაირმა გეთანხმებით, ანუ მე უნდა იყო გათვითცნობიერებული იმაში, რომ მაგალითად თუ ფასების დაკლებაზე საუბრობ, მაშინ უნდა იცოდე, რომ ფასება მოიმატა მას შემდეგ, რაც მათ დაიწყეს კომისიის შექმნა. მოიმატა. აი ხა მაგალითად ერთი კვირის წინ ლარი და 30 ღირდა პური, მე შემდეგ ჩავედი, უბრალოდ 2 კვირის წინ ახალ წლამდე ბოდიში, მე ჩავედი ახალი წლის შემდეგ მაღაზიაში, აღმოჩნდა ლარი და 50 და ეხლა საღამოს სახში როდესაც პურს ყიდულობ და მოვდივარ, აღმოჩნდა რომ ის ლარი და 60. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ეს არ უნდა იცოდეს, სანამ დაუშვათ კომისიას დაადგენს, რომ ფასები გაძვირდება, მაშინ როდესაც ელექტროენერგია ძვირდება. ფასები ძვირდება, როდესაც ინფლაცია აქვს ქვეყანაში. ფასები ძვირდება, როდესაც ადგილობრივი წარმოება არ აქვს და იმპორტზე ხარ დამოკიდებული. ფასები ძვირდება, მაშინ როდესაც მონოპოლია არის ქვეყანაში და ეს ბობოლა კოცი ბიზნესი თანხმდება ერთმანეთში და ხალხს აღატაკებენ. ფასები მაშინ ძვირდება. ხო და ეხლა გამოდის პრეზიდენტი ალიევი და ამბობს, რომ საქართველოს მალე შეიძლება, ესე ვთქვათ, ერეფის ფუნქციაც აღარ ქონდეს, იმიტომ რომ მათ დაამყარეს მშვიდობა სომხეთთან და
ჩაერთნენ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივაში. ძალიან მარტივია ყველაფერი ჩვენ პრაქტიკულად აი ესეთ არაფერი, აი ნული, რაღაც ესეთი შედეგობრივად ესე გაანულა ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლა ბიძინა ივანიშვილმა. არც პრეზიდენტმა ტრამპმა მიიწვია სამშვიდობო ინიციატივაში, დიდ საბჭოში, არც დაუსზე მიიწვია, საერთოდ არსად არ არის საქართველოს გაქრა და ეს ჩვენ დაგვეწება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმედ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხატია დეკანოიძეს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს უსმენდით. რეკლამის შემდეგ ახალია საქართველოსთვის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ტატა ხვედელიანი შემოგვერთდება. მაშ ასე გადაცემა 360 გრადუსი დაბრუნდა ეთერში. დღეს ვიცით რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად სამთავრობო კომისია შეიქმნა, მოკლედ ფასების შემსწავლელი. დიდი ქსელური მარკეტების ხელმძღვანელებს, მფლობელებს შეხვდა. ვფიქრობთ, ფასნამატი 86% საკმაოდ მაღალია 5 წლის განმავლობაში. მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში გაორმაგებულია, საქართველოში 100,000 კაცზე, 113 მარკეტია, როდესაც გერმანიაში არის 45-ო, ასეთი განცხადება გააკეთა დღეს მოკლედ ირაკლი კობახიძემ აი ამ შეხვედრაზე. ჩვენ თანამშრომლობთ ვაწვდით ყველა ინფორმაციას, რაც დასჭირდებათ, ასეთი იყო მოკლე, ასე ვთქვათ, შეფასებები შეხვედრის დასრულების შემდეგ თავად ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან. ბუნებრივია, ახლა მოსახლეობაში არსებობს მოლოდინი, მთელი ეს პროცესი ძალიან ესეთი ხმაურიანი იქონიებს თუ არა გავლენას ფასებზე და რა თქმა უნდა კლების მიმართულებით. ტატა ხვედელიანი გახარია საქართველოსთვის დეპუტატი შემოგვერთა. ტატა, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თავიდან როდესაც დაანონსდა მთავრობის მიერ ფასების შესწავლის საკითხი, მაშინ ითქვა, რომ სამთავრობო კომისიასთან ერთად, სუსის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან ერთად საპარლამენტო კომისიაც უნდა შექმნილიყო. საინტერესოა, რა ეტაპზეა ეს ინიციატივა და რადგან უკვე არსებობს სამთავრობო კომისია და სუსიც ატარებს გამოძიებას, კიდევ დგას დღის წესრიგში საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ეს საკითხი არის მართლაც ძალიან პრობლემური ჩვენი მოსახლეობისთვის. წლებია ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამაზე ვსაუბრობთ. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დავაინიცირეთ კანონპროექტი მინიმალური ხელფასის შესახებ საპარლამენტო ფორმატში და ველოდებით ამ კანონპროექტის განხილვას. ოცნებამ გაურკვეველი ვადით გადადო ეს. შესაბამისად, ფასების მიმართულებითაც წლები ამაზე ვსაუბრობთ, რომ მართლაც ძალიან მძიმედ აწევს ჩვენს მოსახლეობას გაზრდილი ფასები. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გადასადგმელი არის ქმედითი ნაბიჯები და ეს ინიციატივა არის კარგი. შესაბამისად, ჩვენ ყველა ფორმატს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვიყოთ წარმოდგენილები, ანუ საპარლამენტო ფორმატში ითანამშრომლოთ საპარლამენტო ფორმატში, თუ კი შეიქმნება, ასე ვთქვათ, ფასების შემსწავლელი კომისია პარლამენტში. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ფორმატში ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას იმისთვის, რომ მოსახლეობის მდგომარეობა შემსუბუქდეს, იმიტომ რომ მართლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის და ჩვენ დავინახეთ ეს წელსაც საახალწლოდ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მოსახლეობას არ აქვს იმის საშუალება ელემენტარული პროდუქტი შეიძინოს. თუმცა, მაშინ, როდესაც ამაზე ოცნების პრემიერმა გააკეთა განცხადება და ეს განცხადება ეხებოდა პროდუქტის ფასებს, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ თქვით მაშინვე, რომ პრობლემას არ წარმოადგენს მხოლოდ გაზრდილი ფასები პროდუქტებზე. პრობლემას წარმოადგენს გაზრდილი ფასები
ჯანდაცვის სერვისებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე, როგორც ვიცით, გაფართოვდა ახლა მოცემულობა, რაც პროფილი. ჩვენს მოსახლეობას ასევე აწუხებს, ეს არის საბანკო ვალდებულებები, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს ჩვენს მოსახლეობას და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც გაზრდილი არის ემიგრაციის რაოდენობა კომერციული ბანკები და კომერციული ბანკების მიერ შეთავაზებული საბანკო პროდუქტები უფრო კონკრეტულად კი სესხზე განაკვეთები უნდა გახდეს ასევე საპარლამენტო თუ სამთავრობო კომისიის შესწავლის საკითხი. მე საუბრობ იმაზე, რომ ნებისმიერი საკითხი, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და ამაში შედის ყველა ის საკითხი, რომელიც მე ჩამოვთვალე, არის დისკუსიის საგანი. არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისთვის. ამიტომ კომისია თუ ნებისმიერი ფორმატი, რომელიც შეიქმნება სამსჯელოდ ამ საკითხებზე, უნდა გაფართოვდეს და ეს საკითხები უნდა მოიცვეს. შესაბამისად, საბანკო საკითხები ნამდვილად არის იმ, ასე ვთქვათ, საკითხების პრიორიტეტული საკითხების თუ ყველაზე მტკივნეული საკითხების ალბათ პირველ ხუთეულში, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს, თანაც იმ ფონზე, როდესაც კომერციული ბანკების მოგება წლიდან წლამდე ახალ რეკორდებს ხსნის და იმ ფონზე, როდესაც საუბარი არის ახლა ერთ-ერთ ვერსიად საქართველოში სამოხარებლო მაღალი ფასებისა, ერთ-ერთ ვერსიად სახელდება კარტელური გარიგება, ანუ შეთანხმებული მოქმედება ბაზარზე, რაც ბუნებრივია ზღუდავს კონკურენციას და თუ კი სადმე არის შეზღუდული საქართველოში კონკურენცია, ნამდვილად არის ეს ფინანსური სექტორი, იმიტომ რომ მთელი მოგების 92%-ზე მეტი მხოლოდ ორ ბანკზე მოდის, ეს შეიძლება გადაჭრით ითქვას უკვე არსებული მონაცემებით. რა თქმა უნდა და ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ სრული სახელმწიფო ვერტიკალი არის მოშლილი ჩვენს ქვეყანაში, საჯარო და სახელმწიფო უწყებები არ ასრულებენ საკუთარ ფუნდამენტურ ფუნქციებს, იმიტომ რომ სად არის კონკურენციის სააგენტო, რომელიც უნდა მუშაობდეს კონკრეტულად აი ამ საკითხებზე. კონკურენციის სააგენტომ სხვათა შორის აი ამ სუპერმარკეტების და სადისტრიბუციო კომპანიების თემასთან შესწავლა აწარმოა, კვლევა აწარმოა და დადო კიდეც დასკვნა, შუალედური დასკვნა ჯერ კიდევ 3 წლის წინ, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ეგრეთ წოდებული cashback-ები, რომელსაც სავაჭრო ობიექტები უწესებენ მომწოდებლებს მწარმოებელი იქნება ეს თუ დისტრიბუტორი ძალიან მნიშვნელოვან წილად ზრდიდა სარეალიზაციო ფასს, მაგრამ ამას როგორც ჩანს კი არა, შედეგი არ მოყოლია. არის გაკეთებული დასკვნები, არის გაკეთებული კვლევები, თუმცა აღსრულების ნაწილში ისევე როგორც საკანონმდებლოდ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ ბევრ საკითხში აღსრულების ნაწილში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემები. აქაც გვაქვს პრობლემა და ისე მოხდა, რომ წლების განმავლობაში ამ საკითხზე არავის არ უმუშავია, არავის არ უთქვამს და არ დაუნახავს და ჩვენმა მოსახლეობამ მიიღო აი ეს, ესე იგი, ოცნების პრემიერის მხრიდან ეს ინიციატივა ახალწლამდე 5 დღით ადრე. მაშინ, როდესაც მოსახლეობის წარმომადგენლები უკვე მიდიან მაღაზიებში და ემზადებიან საახალწლოდ, მაგრამ ძალიან ბევრ ოჯახში საახალწლო განწყობა წელსაც არ მოვიდა და არ იყო იმის გამო, რომ 5 დღით ადრე დაინახა ოცნების პრემიერმა, რომ თურმე რამხელა ფასები ყოფილა. რადგან თქვენ აი პარლამენტის დეპუტატი ხართ და თანაც გამოთქვამთ მზაობას, რომ ასეთი კომისიის შექმნის შემთხვევაში მიიღოთ მასში მონაწილეობა, საინტერესოა, როგორ წარმოგიდგენიათ ამ კომისიის მუშაობის პროცესი იმისათვის, რომ რეალური მიზეზები დადგინდეს მაღალი ფასების და ბუნებრივია შედეგიც დაიდოს, ხომ? აი როგორ უნდა დაიბაროთ თქვენც ასევე სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლები, დისტრიბუტორები, მეწარმეები გამოკითხოთ, გაიგოთ როგორ გება, ასე ვთქვათ, რისგან შედგება სარეალიზაციო ფასი, აი როგორ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის თვითონ ფორმატი, რა იქნება და როგორ შედგება ამ კომისიის მანდატი, რას გაითვალისწინებს და როგორ იქნება. მთავარი არის მიზანი, რომ მოხდეს ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება. თუ ამ კომისიაში გათვალისწინებული იქნება ჩვენი მოსახლეობის ინტერესები და თუ ეს კომისია მართლაც დადებს
ღირებულ და ქმედით რეკომენდაციებს იმისთვის, რომ შემსუბუქდეს ჩვენი მოსახლეობისთვის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან წარმატებული. თუმცა ეს კომისიაც და ასევე სამთავრობო კომისიაც, რომელიც შეიქმნა, უნდა იყოს ქმედითი და არ უნდა მოხდეს ისე, რომ ერთმა ბიზნეს ჯგუფმა დაჩაგროს მეორე ბიზნეს ჯგუფი მთავრობის დახმარებით. ანუ ეს ყველაფერი ჩვენ მიჩვეული ვართ ოცნების მხრიდან ტყუილ დაპირებებს, ტყუილ ბრძოლას, მაგალითად კორუფციასთან ბრძოლას, ბრძოლად ისინი ასაღებენ იმას, რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არ არის კორუფციასთან ბრძოლა, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ კლანური ბრძოლები და ჩანაცვლება ერთი კლანის ჩანაცვლება მეორე კლანით შესაბამისად ამას ჩვენ ვერ ვუწოდებთ კორუფციასთან ბრძოლას და მაშინ როდესაც ქვეყანაში ხდება პრეცედენტი რომელიც არ მომხდარა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რომ შრომელებს უსჯიან 6 წელიწადს თავისუფლების აღკვეთას და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელმაც გაძარცვა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა და არის პასუხისმგებელი სწორედ აი ამ გაზეთზე. მაღაროელების საქმეზე საუბრობთ რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი პრეცედენტი, რომელიც დაუშვა ოცნებამ და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შრომელი ადამიანები იმისთვის, რომ მათი სამუშაო პირობები უკეთესი ყოფილიყო, ამისთვის გამოხატავდნენ პროტესტს ქვეყნის ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ ჯგუფურ ძალადობაში დაადანაშაულეს და გამოიტანა. ნუ ეხლა რაც შეეხება განაჩენებს, რომლებიც სასამართლოში გამოდის, ეს კრიტიკასაც აღარ უძლებს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის მიტაცებული ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება, რომელიც მიიტაცა ნაციონალური მოძრაობის დროინდელმა მურუსიძის კლანმა, რომელიც ოცნებამ გადმოიბარა და განავითარა, გააძლიერა და ეს კლანი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის ბრძანებებს, რეჟიმის გახანგრძლივებას და ვუყურებთ ამ ყველაფერს მათ შორის ვუყურეთ იმასაც, რომ ნათლისღება, რომელიც ქრისტიანებისთვის არის უმნიშვნელოვანი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი დღესასწაული, ამ დღესაც ყველაფერი განვითარდა ისე, როგორც ჩვენ ვნახეთ და ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ მოაქციეს ჩვენი მოსახლეობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ გაატეხონ ადამიანები, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, აქედან გამომდინარე ეს არის ის რეალობა, რომელიც ოცნების პირობებში დადგა და პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე, როგორც გაზრდილ ფასებზე, ასევე კორუფციაზე და ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, არის ოცნება. სხვა შორის ოპოზიციის დანარჩენ ნაწილში ფიქრობენ, რომ თუნდაც აი ეს ფასების თემა ქართულ ოცნებას პროპაგანდისტვის სჭირდება და არც იმას გამორიცხავენ, რომ ქართული ოცნება რაღაცა ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადებოდეს და ამ გზით ქულების დაწერას ცდილობდეს. საინტერესო რამ თქვით და არ მინდა რომ ეს გამომრჩოს, მინდა აქ ჩაგეკითხოთ და შემდეგ გავაგრძელებ ამ თემას. თქვენ თქვით, რომ არ გამოვიდეს ისე, რომ ფასების დაწევის შედეგის მისაღებად ერთმა ბიზნეს ჯგუფმა მეორე დაჩაგროსო. რას გულისხმობდით და ხომ არ გაქვთ რაიმე ვერსია, რა გზით შეიძლება დაიწიოს ფასები, ანუ ერთი ბიზნეს ჯგუფის დაჩაგრის ხარჯზე? ჩვენ ვხედავთ, რომ ოცნების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები წლების განმავლობაში ემსახურება მხოლოდ მათთან აფილირებული ადამიანების, ბიზნეს ჯგუფების და მათი მხარდამჭერების გაძლიერებას. იმიტომ რომ ჩვენ წლებია ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდა არ ისახება ჩვენს მოსახლეობაზე. და შესაბამისად, ეს კორუფცია, ეს 20-25 ოჯახი, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ოცნებასთან დაკავშირებული ოჯახები ხეირობენ ჩვენი მოსახლეობის ხარჯზე, ეს ადამიანები ღებულობენ რეალურ სარგებელს და ამიტომაც არის ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ნდობის ხარისხი, ოცნების ნდობის ხარისხი არის რა თქმა უნდა დაბალი და ამ ვითარებაშიც ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ არ ემსახურებოდეს ეს მხოლოდ ოცნების მხარდამჭერების, ოცნების შემომწირველების და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. ბატონმა კალაძემ არჩევნების შემდეგ თქვა, რომ ბიზნესის 99% არის ოცნების მხარდამჭერები. ხო, თვითონ თქვა ეს და ასევე თქვა ის, რომ 99% ამათგან, ანუ ეს მხარდამჭერების, არიან ზუსტად ოცნების შემომწირველები. ანუ ის თანხა, რომელსაც მე და თქვენ ვიხდით Z-ში, კარაქში
პურში და სხვადასხვა პროდუქტებში ირიბად მიდის ქართული ოცნების შავ თუ თეთრ ყულაბაში, ხო? შესაბამისად, რასაც ჩვენ ვიხდით, ანუ უნდა დადგინდეს პირველ რიგში ის, რა თანხა მიდის ამ ყულაბაში და მოქმედებს თუ ეს ფასების გაზრდაზე, იმიტომ რომ ყველაფერი მიუთითებს ამაზე და ამას თვითონ აღიარებენ. ანუ ამას არ ვიძახით მხოლოდ ჩვენ, არ იძახიან მხოლოდ მოქალაქეები, ამას თვითონ აღიარებენ. ბიზნესის წარმომადგენლების 99% არის ოცნების ხარდამჭერი, შემომწირველები არიან წინასაარჩევნო და ნანახი გვაქვს ეს საჯაროა ეს ინფორმაცია. შესაბამისად და ასევე გამოქვეყნდა ძალიან მნიშვნელოვანი აი სუპერმარკეტების, ქსელური სუპერმარკეტების მოგებები და კოლოსალური მოგებები არის. და შემდეგ ეს სუპერმარკეტების ქსელებიც არიან, რა თქმა უნდა, ოცნების შემომწირველები. აი ძალიან მნიშვნელოვანია ამ საპარლამენტო კომისიაში, აი მუშაობის პროცესში ვიცი, სესხების საკითხის შესწავლა როგორ წარმოგიდგენიათ, მსხვილი კომერციული ბანკების ფლობელები, CEO-ები უნდა დაიბაროთ და რეალურად იქ მოსთხოვოთ, განმარტონ, რისგან შედგება სესხის პროცენტი და რატომ არის საქართველოში სესხებზე გაცილებით არ 5-ჯერ მეტი განაკვეთი, თუნდაც ვიდრე ევროპასა და ამერიკაში. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე და აქტუალური თემა ჩვენი მოსახლეობისთვის, ის რომ საბანკო სესხები ძალიან მძიმე პრობლემად აწევს მათ და აი ემიგრაცია, რომელსაც ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ და ვერ ვიგებთ. რატომ იზრდება ესე კოლოსალურად ემიგრანტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში? სწორედ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი არის ის სესხები, რომლებსაც ვერ იხდის ეს ხალხი. შესაბამისად, მაშინ, როდესაც დაინიცირდა ეს კომისია, ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს დისკუსიის ერთ-ერთი საგანი. როგორი ფორმით იქნება ეს? იქნება გამოკითხვა, ეს იქნება როგორ ფორმირდება სესხი? როგორ მოხდება ეს უკვე ტექნიკური შემდეგ ფიქრობთ რომ უნდა შეისწავლოს აი ამ კომისიამ სამთავრობო იქნება ეს თუ საპარლამენტო სესხების პროცენტის საკითხით ჩვენ ვფიქრობთ რომ ყველა ის საკითხი რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას პროდუქტების გარდა საწვავი მედიკამენტები ჯანდაცვის სერვისები რომელიც ასევე ძალიან მძიმე პრობლემად აწევს ჩვენს მოსახლეობას, საბანკო ვალდებულებები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ბევრი გამოკითხვა, ბევრი კვლევა არსებობს ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა იყოს შესწავლილი სახელმწიფოს ვალდებულება არის, რომ სტანდარტები წარმოადგინოს იმისთვის, რომ გათვალისწინებული იყოს მოქალაქეების ინტერესები. პირველ რიგში და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ოცნება ძალიან ხშირად აპელირებს აი ახლა ნათლისღებასაც ნათლისღების დღესასწაულზე ამ ამნისტიასთან დაკავშირებით იყო ძალიან ბევრი საუბრები. ოცნება 2012 წელს მთავრობაში მოვიდა ჰუმანურობის დაპირებით. მით უმეტეს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის შემდეგ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დაპირება. თუმცა 2012 წლის ოცნების და იმ ჰუმანურობით მოსული ოცნებისგან არაფერი დარჩა დღესდღეობით. შესაბამისად, აი ეს ძალადობა, რომელიც ფიზიკური ძალადობა არის, ფსიქოლოგიური ძალადობა არის ოცნების მხრიდან ჩვენს მოსახლეობაზე და ასევე ეკონომიკური მიმართულებითაც. იმიტომ რომ ის რომ ეკონომიკური ზრდა, რომელზეც მუდმივად საუბრობს ოცნება და ამით ტრაბახობს, არის აღება ჩვენი მოსახლეობის ჯიბეებზე, ესეც ოცნების პასუხისმგებლობა არის. იმიტომ რომ ვერ ააშენა ისეთი ქვეყანა, ვერ შექმნა ისეთი დოვლათი ჩვენს ქვეყანაში და ვერ დაადგინა ისეთი მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც იქნებოდა მნიშვნელოვანი მოცემულობა ჩვენი მოსახლეობისთვის და ჩვენი მოქალაქეები არ გაიქცეოდნენ საკუთარი ქვეყნიდან. ხო, აი ძალიან საინტერესოა ვსაუბრობდი იმაზე, რომ მოკლედ თქვენ პარლამენტში ხართ, იქ მუშაობთ, დანარჩენი ოპოზიცია ბოიკოტის ერთგული რჩება, თუმცა ისინი ბევრ ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის შესაძლებლობას იმისა, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს და მუშაობენ იმაზე, თუ როგორ გაძლიერდნენ იმისათვის, რომ სათანადო კონკურენცია გაუწიონ ქართულ ოცნებას. მიდის საუბრები გარკვეულ გამსხვილებაზე, გაერთიანებაზე, თუმცა არაერთ პარტიად, მაგრამ გარკვეულ ასე ვთქვათ, შეთანხმებაზე
უნდათ დადონ შეთანხმების მემორანდუმი, ყველა სხვადასხვა ფორმით ხედავს, მაგრამ ყველა ამბობს, რომ ძალა მაინც ერთობაში არის. მე კი ვიცი თქვენ რას ფიქრობთ აი ამ გაერთიანების შესახებ, მაგრამ აი მაინც თუ კი თეორიულად წარმოვიდგენთ, რომ ასეთი გაძლიერება მოხდა ოპოზიციაში, ამან რა ნეგატიური გავლენა შეიძლება იქონიოს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, თუ კი ეს იქნება გარკვეული წინაპირობა ქართული ოცნების დამარცხების. რა თქმა უნდა, თუ ეს რეალურ შედეგებზე ორიენტირებული იქნება, ეს ნამდვილად პირიქით შეიძლება მისასალმებელი იყოს, თუმცა ჩვენი პოზიცია არის ცნობილი ამასთან დაკავშირებით, ჩვენთვის ტყუილი ერთობები, რაღაც დოკუმენტების ხელმოწერები, რომლებითაც არიან ეს ადამიანები დაკავებულები, ეს არაეფექტიანი ბრძოლის გზა არის. შესაბამისად, ჩვენ ავირჩიეთ ბრძოლის ოპონირების გზა, მშვიდობიანი, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ჩვენ ვიყენებთ ნებისმიერ პლატფორმას, ნებისმიერ სივრცეს იმისთვის, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველთა რაოდენობა შევამციროთ. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ დიახ ოპონირება გაუწიოთ მათ საპარლამენტო ტრიბუნასთან ნებისმიერი ფორმატით, რა ფორმატითაც შეგვიძლია და მშვიდობიანი ფორმით ვიბრძოლოთ. რაც შეეხება თუ დაუშვათ ნაციონალური მოძრაობის განშტოებები, გაერთიანდება და ისინი მიხვდებიან, რომ ერთად უფრო ეფექტიანები იქნებიან, გაერთიანდნენ და იყვნენ ერთად. ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი. ჩვენთვის წითელი ხაზი არის 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც დღემდე არ ითავისებენ ამ პასუხისმგებლობას, რა პასუხისმგებლობასაც ატარებენ, აი ამ პროვოკაციის მოხდენით ხალხის წინაშე, რომელიც ოცნებაში დაიგეგმა და ნაციონალურმა მოძრაობამ შემდეგ აღასრულა ეს 4 ოქტომბერი და ამ ფურცელს ჩვენ ვერ გადავშლით, იმიტომ რომ ამან ცალსახად დაამძიმა პოლიტიკური ვითარება ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად ჩვენთვის წითელი ხაზი არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის თანმიმდევრული მყარი ბრძოლა რეჟიმთან, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და არა ის, რომ რაღაც შერჩევითად აირჩეს ბრძოლის გზა, როგორც ამას აკეთებენ ეს ადამიანები. შესაბამისად, ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილები და ჩვენთვის გაუგებარია ამ ადამიანების გეგმა. პირველ რიგში, ამას ძალიან ხშირად ამ კითხვას ჩვენ ვსვავთ, რა არის გეგმა. თუმცა ამაზე ვისმენთ მუდმივად, რომ აი გეგმას წარადგენენ სამ დღეში რაღაც კონკრეტულ საათზე. შესაბამისად მადლობა ტატა ხვედელიანს, გახარია საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს უსმენდით, სულ ეს იყო ამ დროისთვის, გადაცემა 360 გრადუსი გიბრუნდებათ ეთერში უკვე პარასკევს, მე და თქვენ ხვალაც ხვდებით პალიტრა ნიუსის ეთერში ერთმანეთს 13 საათზე გადაცემაში საქმე. დროებით. პალიტრა ნიუსი, ახალი ამბების ტელევიზია.